Ჩემს ზურგს უკან მთავრობის ადმინისტრაციასთან, კანცელარიის შენობასთან უკვე შეიკრიბნენ მოქმედი და უკვე ყოფილი სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლები, საჯარო მოხელეები, მათი ნაწილი, როგორც იცით, დეკემბრის ბოლოს დაახლოებით 300-მდე ადამიანი გაათავისუფლეს სხვადასხვა საჯარო სამსახურიდან. აქ არიან, როგორც გითხარით, როგორც მოქმედი საჯარო მოხელეები, ასევე ამ სამსახურიდან გათავისუფლებული ადამიანები, ყველა ისინი გეგმავენ შეუერთდნენ დღევანდელ საპროტესტო აქციას თავისუფლების მოედანზე. დაგეგმილია ერთგვარი საპროტესტო მარში. როგორც უკვე გითხარით, აქ ჩვენ ჩავწერეთ, გავესაუბრეთ როგორც მოქმედ საჯარო მოხელეებს, ასევე საჯარო სამსახურიდან გათავისუფლებულ პირებს. შეგვიძლია მათი ინტერვიუები ახლა მოვისმინოთ. საჯარო მოსამსახურეები და მოხელეები ჩვენ ვიაზრებთ ჩვენს ორმაგ პასუხისმგებლობას საზოგადოების წინაშე. ერთის მხრივ ჩვენ როგორც ამ საზოგადოების წევრები და მოქალაქეები ისე ვართ ვალდებული, რომ ვიზრუნოთ ამ ქვეყანაში ჯანსაღი გარემოს შექმნაზე და ამასთანავე როგორც საჯარო სამსახურის დასაქმებული პირები თავისთავად უკვე ორმაგად ვალდებულები ვართ, რომ ის სტანდარტები და სერვისები, რაც განვითარებულ ქვეყნებში უნდა არსებობდეს და ნორმა უნდა იყოს საქართველოში დანერგილი და სათანადო დასრულებული. აქედან გამომდინარე დღეს ჩვენ შევიკრიბეთ მთავრობის ადმინისტრაციასთან, ვაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას და მსვლელობით გადავინაცვლებთ საქართველოს პარლამენტისაკენ, საითაც უკვე დიდი შეკრება არის საღამოს 20 საათზე დაანონსებული. დღეს შემოუერთი საჯარო მოხელეების აქციას იმისთვის, რომ გამოხატოს სოლიდარობა და მხარდაჭერა მათ მიმართ. ეს ადამიანები ღიად აფიქსირებენ საკუთარ პოზიციას, კონსტიტუციისადმი ერთგულებას, რის გამოც ისინი იმყოფებიან ძალიან დიდი ზეწოლის ქვეშ ხელისუფლების მხრიდან. ბევრი საჯარო მოხელე უკანონოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან და აი ახლა ამ მომენტში მიმდინარეობს წმენდის პროცესი. მით უმეტეს ეს დაანონსეს კიდევაც რამდენიმე კვირის წინ ქართული ოცნების წარმომადგენლებმა. ამიტომ მე მოვედი აქ იმისთვის, რომ ჩემი მხარდაჭერა გამოუცხადო ამ ხალხს, ვინც მამაცად და ღირსეულად იცავს საკუთარ სტატუსს და ასრულებს საკუთარ მოვალეობას, იმ მოვალეობას, რომელიც ქართველმა ხალხმა მათ დააკისრა. დღეს ჩვენ აქ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ გავაპროტესტოთ ქვეყანაში გაბატონებული პოლიტიკური რეჟიმი, რომელსაც სამწუხაროდ უკვე ქონდა მსხვერპლი ზამირი კვაკვეს კვირის სახით. აღნიშნულმა მოვლენამ არა თუ შეარბილა მათი პოლიტიკა ან დააფიქრა, არამედ პირიქით ისინი გადავიდნენ აქტიური თავდასხმის რეჟიმზე და ახორციელებენ მათგან განსხვავებული პოზიციის მქონე საჯარო მოსამსახურეების რეპრესიებს. შესაბამისად დღეს შევიკრიბეთ ყველა აღნიშნული მოვლენის გასაპროტესტებლად. საჯარო სამსახურის ბიუროს მიმართ ხორციელდება რეპრესიები და მოგეხსენებათ გამოცხადებულია მათი ლიკვიდაცია. სწორედ ამ მიზნით ჩვენ მათ მხარს უჭერთ, იმიტომ რომ საჯარო სამსახურის ბიურო არის უმნიშვნელოვანესი რგოლი საჯარო სექტორში, იმიტომ რომ პროცესები წარიმართოს ჯანსაღად. ამ ადამიანებმა მათი საქმიანობით, მათი კეთილსინდისერებით და კვალიფიციურობით არაერთხელ გამოიჩინეს თავი, დააფიქსირეს როგორც ევროინტეგრაციისადმი მხარდაჭერა, ასევე იმ კანონმდებლობასთან დაკავშირებით თავისი მკაფიო და პრინციპული პოზიცია, რომელიც ეხება საჯარო სამსახურს და გააკრიტიკეს ეს ცვლილებები და აი ამ პროცესებს სწორედ შეეწირა მათი სამსახურიც. შესაბამისად ჩვენ ვალდებული ვართ, რომ სოლიდარულები ვიყო მათთამი. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, დღევანდელი შეკრება მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარეობს პროფესიული საჯარო მოხელეთა პროფესიული გაერთიანების კონსტიტუციის 78 მუხლის ორგანიზებით, თუმცა აქ იმყოფებიან როგორც მოქმედი საჯარო მოხელეები, ასევე სამსახურიდან გათავისუფლებული ადამიანები, ასევე მათი მხარდამჭერები. მე როგორც უკვე გითხარით, დემონსტრაციის მონაწილეები გეგმავენ, რომ შეუერთდნენ მარში წავიდნენ თავისუფლების მოედანზე და შეუერთდნენ საპროტესტო დემონსტრაციას. მე ახლა გიტოვებთ კადრს, შეგიძლიათ რომ მოусმინოთ გამომსვლელებს. როგორ შეიძლება დამთავრდეს ეს საკითხი და პოლიციელისთვის კარგად გადაწყდება თუ არა იქ ის პრობლემა. და მათ ყველაზე კარგად იციან რა დავალებების შესრულება უწევთ. რაზე უწევთ თვალის დახუჭვა, რაზე უწევთ გვერდზე გახედვა და თვარო არ დაუნახავთ. ან რაზე უწევთ იმის საუბარი, რომ დაინახეს ისეთი რაღაცა, რაც ბუნებაში არ ყოფილა. ეს მათი დამცირებაც არის, ეს მათი შეურაცხყოფა არის. არ იმსახურებს ქართული პოლიცია და ზოგადად ქართველი ადამიანები არ იმსახურებს ესეთ დამოკიდებულებას
მთავრობის მხრიდან და ზოგადად არავის მხრიდან საერთოდ რა. არ ვიცი, მართლა ბევრი შემიძლია კიდე ვისაუბრო და მადლობა მინდა ამ საჯარო მოსამსახურეებს უთხრა ამ ადამიანებს, რომლებიც ჩვენთან ერთად არიან და ბევრი კიდევ იყო მსურველი მოსულსრულად სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ მოვიდნენ და მადლობა მათ იმისათვის, რომ დგანან სწორ მხარეს. მადლობა იმისათვის, რომ ისინი იცავენ საკუთარ ღირსებას და საკუთარ ღირსებასთან ერთად იცავენ ამ ქვეყანას, ამ ქვეყნის მომავალს და ამ ქვეყნის თითოეულ მაცხოვრებელს განურჩევლად მათი პოლიტიკური ინტერესისა თუ სიმპათიებისა თუ ასე შემდეგ. მადლობა მეგობრებო. იმედს ვიტოვებ, რომ მალე ვიქნებით ძლიერ საქართველოში, მალე ვიქნებით განვითარებულ საქართველოში, სადაც თითოეული ჩვენგანის ღირსეული ცხოვრების პირობები იქნება სათანადო